ჩვენი შოუ 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 საღამოშილობის ადგილფასო მეგობრებო მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი დღევანდელი გადაცემა შესანიშნავად რომ დავიწყოთ სტუდიაში მოვიწვიეთ ანსამბლი შესანიშნავი შვიდეული მართლაც შესანიშნავი და ერთი მეორეზე უკეთესი მუსიკოსები დაკომპლექტებული ნება მიბოძე წარმოგიდგინოთ ბატონები ნუგზარ კვაშალი ნუგზარ ერგემლიძე ზურა კობეშავიძე ზურა ცისკარიძე კაკო ვაშალომიძე მერაბ სანოძე და ბესო კალანდაძე მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო მადლობა მობრძანებისთვის ისე კარგად გამოიყურება ერთადერთი რაც არის რომ ჩემი გიტარა აკლია მაგრამ იქ მაქვს და მე შევმატებ ცოტაღანში ერთი რამ რაც მინდა კითხოთ სულ თავიდან ეს არის სახელთან დაკავშირებული იმიტომ რომ შესანიშნავი შვიდეული ყველას რა თქმა უნდა გვაქვს ეს კურსში გონებაში და ცნობილი ვესტერნიდან მომდინარე და თანდათან ძალიან გიხდებათ მაგრამ მე მაინც მინდა კითხოთ რომ ჯერ თქვენ ესე იგი დათვალეთ ერთმანეთის რაოდენობა და ასე დაარქვით თუ ჯერ სახელი მოგეწონათ და მე აიყვანეთ 7-მდე როგორ იყო მეორე შვიდეული რატო იმიტომ რომ ეს ცნობილი ფაქტია 7 კაცა რა თქმა უნდა ეს იყო უნიკალური მოვლენა მე-7-ცა საკრალური ციფრი 7-ჯერ გაჭერი 7-ჯერ გაზომერ ხელგაწე რატო იცი მე 7-ში უკვე მერვე ვეღარ მოვერავენ ამიტომ როგორ მე ჩვენ თვითონ უნდა გავგზა და ისე რადგან მე ვიხსენე რომ მოინდომოთ რაღაცა ესეთი მაგრამ რას დაარქვევდი დიდი რვიანი თუ რა უნდა დაგერკვია შესანიშნავი რვეული რა რვეული აბა რვაი როგორ ოქტეტი უკვე მიდიხარ სხვა არა ის საგანა რვეული ჯობია მე მაქვს ერთი პერიოდი ბებერი ლომები გინდოდათ რომ დაგერქმიათ ხო ყველას მოწონდა ყველა შეფარა ზოგიერთებს არ დავასახელებს სახელს აგერ რომ იზის მარცხნივ არა იგი სიტყვა ბებერზე აქ ხოლმე ალერგია და სწორედ არის მართალია უბრალოდ ლომებიც მოგეხდებოდა კიდე სხვა რაღაცებს მოაყოლებდეთ და არა ლომები იყო ლომები ასაბლი ბებერა ხო არის ორერა ბებერა გასტროლებზე ხშირად დადიხართ და შესანიშნავ კონცერტებს ატარებთ ხლა მასმიძლებისთვის ორმაგად ხეირია, ორმაგად სახეირო ამბავია, ერთი რომ კონცერტია ძალიან საინტერესო და ბანკეტზეც ახლა ღვინო ბევრი არ დაჭირდება, სულ 7 დიხართ, ხო? როგორ მიდის ხოლმე გასტროლებისამები? ახლა ვიყავით ცოტა ხნის წინ, დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში გვიდგას, იმიტომ რომ ჩვენი სიბერეს არ ვიტყვი, ბეჭირია. ასაკიდან გამომდინარე, აი ასაკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ყურადღება გვჭირდება, უფრო მეტი მოფერება გვჭირდება და სწორედ ამას აკეთებს ჩვენი უსაყვარლესი კულტურის სამინისტრო და რა თქმა უნდა, შემოქმედებითი საქართველო. გვეხმარებიან რაში, რომ გვერდში გვიდგანან და თავს ვზრობთ შესანიშნავ შვიდეულად. ვიყავით საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში. ეხლა ვიყავით ბოლოს იმერეთში ჩვენი აგერ მერაბის სამშობლოში ხონში ვიყავით გადასარევი კონცერტები და ნუ ყურმალილებზე ლაპარაკი აღარ არის ხო არ გვეტყობა უღრმესი მადლობა ყველას აი დიდი სიყვარულისთვის დიდი ჩვენ ახლა ვწირდება რა მოფერება სიგეთე ასე შემდეგ და მე იმედი მაქვს რომ ჩვენ ცოტა ხანში საქართველოს პატარა ტურნესაც კი დავარტყავთ ძალიან კარგი აზრია დავამატებ ერთ რამას ძველად იყო სამუშაო ადგილებზე სამსახურებში ქარხნებში პლაკატი იყო ესეთი სამუშაოზე სიხარულის აი ახლა არავინ არ ვიცი ვინ მიდიოდა სიხარულით მაგრამ ჩვენ როცა ვიკრიბებით სიხარულით გვეხარია ერთმანეთის ნახვა და ჩვენი მუსიკას არანაირი დაძაბული არ ესა პოზიტივი ნამდვილად და ამიტომ ეს პოზიტივი დღეს მონაწილეულია ხალხი ამ პოზიტივს და ჩვენს დადებითად ვიყევთ ამას და მაყურებელს. გეთახმებით, იზრობა და გადაეცემა იქ მაყურებელს. აი თქვენი ცხოვრების წესი მართლაც ძალზე ლამაზია, ჩემთვის ძალიან ახლობელი, მაგრამ როგორც წესი, ეს თქვენ პოზიციაში მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ ამ ყველაფერს მე შვილიშვილებს მოუყვებით, მაგრამ თქვენ ალბათ პირდაპირ შვილთა შვილებს მოუყვებით, იმიტომ რომ საგასტროლო საქმიანობას არ აჩერებთ და. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვეგზადებით ახლა დიდი საიუბილეო კონცერტისთვის. რომელსაც ქვია ბესო კალანდაძეს 70. ო, დიდი ამბავია. არ ყინებოლიო, ძალიან საინტერესო რა ველოდება.
ეხლა თუ ჩვენ ესე გავაგრძელებთ მუშაობა, მაშინ მოვესწრებით ზოგიერთის 80 წლის გამოსვლები. არაერთი ძალიან საინტერესო პოპური გაქვთ თქვენ რეპერტუარში. ვინ უფრო ყოჩაღია ძველი სიმღერების გახსნების საქმეში? სკლეროზი არავის არ არის. მე უპასუხებ. მე გია როგორ არის, იცი რომ როცა ჩვენს დავიწყეთ ხუროსა მე და ნუგზარი შევხვდით ერთმანეთზე ეს იდეა მოიტანა და რაღაც დავიწყეთ ამის განხორციელება. ნუგზარ ვაშალი მოდიოდა ესე დიდი თაბახის ფურცელი ქონდა ეს. და ესე 80 წილად ქონდა ესე გაყოფილი ერთი მხარეს და მეორე მხარეს. აქ ეწერა ეს სიმღერა, მე მოდი ეს სიმღერა, მე ოღონდ ერთი 7-8 სიმღერა იყო 9-10-იც შეიძლებოდა და იქედან მე სულ ყველა ესე ვარჩევდით. და მივბოდით კი და კაკო ჩვენ გვერდით იყო, ხო? აი და კაკომ ყველა სიმღერა იცოდა. ეჭვი არ მეყარება. არც მიგვირჩევა. ესე კი არა. ამიტომ ყველას აქვს მონაწილეობა ამაში მიღებული. თუ როგორი და რა უნდა ყოფილიყო, რამას მოდი ახლა გადავიდეთ საშემსრულებლო ნაწილზე. და დღეს რომელი პოპური მოიტანა ჩვენთან შესანიშნავ მშვიდობელმა? ეს პოპური ჩვენ გავაკეთეთ შარშან წინ. რატო? იმიტომ რომ ძალიან გვინდოდა მოფერებოდით იმ კაცს, იმ გენიალურ კომპოზიტორს, რომელსაც გიორგი საბაძე ერქვა და მისი 100 წლის თავის იუბილეი იყო. და ასე ვთქვათ, გოგი საბაძის ჩვენი უსაყვარლესი პიროვნების შენ კარგად იცი ივერიასთან როგორი დამოკიდებული უახლოესი მეგობრობა და თანამშრომლობა. და ყველა მიმღერეთ, სხვათა შორის აი თქვენ ახლა მეც კი მომღერეთ. თქვენს კი გამღერეთ ბატონო. და მოვასმენინოთ ეს ყველაფერი ამჯერად ჩვენი შოუს მაყურებელს. ხო, ბატონო. ხომ შენი ლანდი ვარ, შენს გვალდა ვდივარ, შენზე ლოცვით ღამენათები. აბავის რად ვარგი ვარ, ცარიელი დარდი ვარ, შენ ხათი ხარ მეგისანთელი. აბავის რად ვარგი ვარ, ცარიელი დარდი ვარ, შენ ხათი ხარ მეკისანთელი. ეცვეძებდი ვაი სადარ ვიარე დრო და ჟამი მიმატებდა სევდას რაც რომ ქვეყნად ცოდო ბრალი ტრიალებს ზეცა როგორ არ შაოდება ნეტავ ტრიალებს მედის ბობალი ტრიალებს დრომ მიდის დრო ყველას გაგვატიალებს ძველი თბილისი ისევ მიგონებს ნისლივი ჩდება დარდი ერდროს პირველი მე ფაიტონე ქუჩაში ფეხი დადი ძნელი ყოფილა თურმე სიბერე გულო გაუძელ კივი ძვიმა მოსულა არ ვისეგონო გაღიდუ არ გავსტირი გაიარე ხედავ სულს ვეღარ ბალა ცოტა გზები აგერია მისამართი შეგეშალა Delio della da Delio della da ხალის მესმის მაგრამ ქალებს ვერ გავუგე ვერაფერი ვაი ხალის მესმის მაგრამ ქალებს ვერ გავუგე ვერაფერი ვაი ვეღახედავდეს როცა შენ ვერ ხედავ
დღეს რომ ჩემი გაგიჟების დღე დადგეს რითმი წამლებ ნეტავ საოცნებო თურქამ კერძე ბაძაწინა მტრედო მათ პატარა გოგოს გულში გთხოვ ჩაიხედო გადაეცი უყვარხარო ძლიერ ანა თვითშე როგორ უძლებ იმის თვალდაიეს მაშ მოფრიდი ჩემთან მტრედო ჩემი გულის საიმედო მაშ მოფრიდი ჩემთან მტრედო ჩემი გულის საიმედო ფანჯარაში მტრედია ნეტავისი ბედია არ მომიკლა გენაცოა ჩვენი საყვარელია უმრავლესი მადლობა ჩვენ ძვირფას სტუმრებს შესანიშნავ ვიდეოებს. გამოცდილი და აღიარებული ოსტატების შემდგომ დებიუტანტების დრო მოვიდა ჩვენ შოუში. თქვენს წინაშეა კვარტეტი ღიმილის ბიჭები. მოგესალმებით ბიჭებო, ეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენ შოუში. იმი მადლობა მოწვევისთვის. გაიხარე, მართლა ღიმილის ბიჭები ხარ, რო შემოხედავთ, ღიმილი გიხდება კიდეც და მაინც მინდა კითხოთ, რანაირად შეარჩიეთ ეს, ასე ვთქვათ, სახელწოდება? რატომ ღიმილის ბიჭები? ღიმილი ჩვენი ყოველდღიური წესი არის და რეპეტიციებზეც ისე ხდება ხშირად, რომ ღიმილის და სიცილის გამო იშლება რეპეტიცია საერთოდ და ხო, ანუ გიყვარს. ყოფილა ხშირად ეგეთი რაღაცას, რომ ბოლოს მიდის სიცილის ხმებში გაშლა საბოლოო. კარგია. და მოვიდა აქედანაც. ვინაიდან პირველად ხართ აი ესე ფართო ასპარეზზე, ფაქტობრივად, ამიტომ რაღაც დეტალებს კითხავთ, რომ უკეთესად გავაცნოთ თქვენი თავი მაყურებელს. რამდენი წლის ხართ? მოდი ესეც უთხრათ. 20 წლის ვარ. 20 წლის, ხო? არასოდეს ჩემს გადაცემაში არც ერთი შემსრულებლისთვის ან ანსამბლის წევრებისთვის არ მიკითხავს ის, რასაც ახლა კითხავთ. მაგრამ დამეთანხმება მაყურებელი რომ ლოგიკურია რომ ეს კითხვა დავსვა. სიმაღლეში რამდენი ხარ ეს უნდა გითხო. ბუბუ რამდენი ხარ ვიხარე? 2 მეტრა და 2 2 და 2. ნუკრი შენ რამდენი? 99 ვარ მე. მეტრე 90. ლუკა შენ? მეტრი 96. 96. შენ გიო? 90 ვარ. მეტრა 90. ღმერთმა გახარო. ეს მოგევლეთ. აღასარევი. ამასინად გამოვთვალე ჩვენი საშუალო სიმაღლე და არის მეტრი და 96 სანტიმეტრი. მეტრი და 96. სიმაღლის გამგონარი კარგი ისტორია შეგვემთხოვ ერთ კილომეტრი უყვებენ ისტორიას. მოკლედ ჩვენ შაბათობით ერთ-ერთ კაფეში მღერით რა სულ და ერთ-ერთ ტურისტს რა საკმაოდ ტანმორჩილ ადამიანს გადახდისას ჯიბისდან ამოუვარდა საფულე და დაუვარდა და ჩვენ საკმაოდ სწრაფად დადიოდა ეხლა რო გავიდა უკვე შორს იყო და დავიჭირეთ ეხლა მე და ბუბუ გავეკიდეთ და თან ვეძახით ქართულად ვეძახით არ ესმის და გავეკიდეთ და ისე მოკურცხალა და ორი ამხელაგაცი რო გამოვეკიდა ეგონა რომ რაღაცა ცუც უპირებდი ჩვენი უბრალოდ კარგი განზრახვა ქონდა რამდენი ხანია რაც ერთად ვღერით რაც შეიკრიბეთ სულ რაღაც 2 თვე 2 თვეა პირველ რიგში გისურვებთ წარმატებას, მაგრამ მოგეხსენებათ ამას დიდი შრომა ჭირდება და ვიცი რომ მონდომება არ გაკლიათ, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს. გოგონები თუ ყავთ გაფრთხილებულები, რომ 1-2 წელი არ გცალიათ. გოგონების რა მოგახსენოთ, მაგრამ ერთ კარგ ამბავს მოგიყვებით. ერთ-ერთ კასტინგზე მივედით და ნუკრის ესე თვისება აქვს, რომ ნერვიულობს, თვალს აპაჭუნებს. და ჟიურიში ხანშესული ქალბატონი იჯდა და უპაჭუნებს თვალს სამ ღერის. საბოლოოდ მოხდა რომ სულ წყევით გამოგვიშვეს იქიდან რომ მეფრიტავებიო შენ პატარა ვის კადრებთო და მე გარკვეულო ახლა გასწრებ კიდევ ერთხელ სული და გულით მინდა რომ
ფეხბედნიერი იყოს თქვენი პირველი ნაბიჯები ჩვენ შოუშიც და საერთოდ თქვენ შემოქმედებით გზაზე და ახლა მინდა გთხოვოთ რომ გადმოინაცვლოთ აი აქ ჩვენ სცენაზე და ერთი ქართული სიმღერა კვარტეტმა აჟღეროს. დიდი სიამოვნებით. შენ ბაღში ვღირინე ღამით ყვავილებს დარაჯო პირველად შენ გამიღიმე და მერე შენ მაღაღაჩო ღაღაჩო მაგ შენი ბაღის გიშრის სამძა მაღაღაჩო მე ყოველ ღამე მიღიმის როცა ყვავილებს დარაჯო ღაღაჩო მაგ შენი ბაღის გიშრის სამძა მაღაღაჩო მე ყოველ ღამე მიღიმის როცა ყვავილებს დარაჯო მიცავარ მიწის დიდებას მარჯვენა გვიძრის ვაშკაცებს ჩვენ ხვით გავგამავთ რისის სხვას შენი თვალების გაშკაშზე შენ ყვავილები ახარე ვარდების მოვას ვარაშობს დაგულზე გადმომაღარე მაგ შენი ბაღის გაღაჩო შენ ყვავილები ახარე ვარდების მოვას ვარაშობს დაგულზე გადმომაღარე მაგ შენი ბაღის გაღაჩო გაღაჩო მაგ შენი ბაღის გიშრის სამძა მაღაღაჩო მე ყოველ ღამე მიღიმის როცა ყვავილებს დარაჯო გაღაჩო მაგ შენი ბაღის გიშრის სამძა მაღაღაჩო მე ყოველ ღამე მიღიმის როცა ყვავილებს დარაჯო როცა ყვავილებს დარაჯო როცა ყვავილებს დარაჯო მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებები უსურვოთ ღიმილის ბიჭებს. წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ამბულატორიულ დიაგნოსტიკური დეპარტამენტის უფროსი, ჩვენი დიდი მეგობარი სურა ოქროპირიძე. განდი სურა როგორ ხარ შემოგვიო მადლობა დიდი ხანი არ ვინახარ ჩემოგია ჩვენ ესე იგი სიმღერები დავიწყეთ და სასიმღერო მიმართულებით მაგრამ ვაგრძელებთ ხო იცი როგორ არის სამედიცინო იუმორის თემა რო დაგვაინტერესებს მე შემოგეხმიანებით ხოლმე პირველ რიგში შენ და მოდი ამ თემაზე გადავიდეთ თუ სამედიცინოა იუმორი ჯობია კი ნამდვილად მოდი როგორ პირობითად დავარქვათ ჩემს სტუმრობას ყოფილი სტუმრობის მეორე სერია. აჰა, კი ბატონო. მახსოვრება მაყურებელსაც კახეთში ჩემი სტუმრობის შესახებ 90-იანებში უშუქობის პერიოდში შუქი მოვიდა გრაფიკით რომ მოდიოდა მოვიდა შუქი ისევ ჩაქრა და ვიღაცა რაღაც უცნაური მეტსახელისკაც შეაგინეს რა და ვერ მივხვდი ყველანაირ რეაქციას მიჩვეული ვიყავი შუქის წასვლაზეც მოსვლაზეც მაგრამ ეს ცოტა უცნაური იყო და აღმოჩნდა რომ 4 სოფელს ერთი ქვესადგური ემსახურება ეს 4 თითო სოფლიდან თითო კაცი მორიგეობს დომინოს თამაშობენ და ვის წააგებს იმის სოფელს თიშავენ რო შეაგინეს ისევ წააგოოთ გამაგრდა ის ისტორია ზუსტად იგივე სუფრაზე ხდება ძველით ახალი წელია და ზემოთაც აღვნიშნე რომ წინა ისტორიაში აღვნიშნე რომ შუქი ჩაქრა უშუქობაში ვარ და 12 საათი რო შესრულდა და თოფი უნდა ვისროლოთ ყველამო გავედით პირველ სართულზე ვართ მხედვარ და რო გადიხარ ზემოთ ვერანდა არის მოკლედ რა და გავედით ჩვენ ვისროლეთ თოფი როგორც წესი და რიგია და როგორც ქართული ტრადიცია არის და
ამ ოჯახში ამ ჩემი მეგობრის პაპა იყო საკმაოდ ასაკო 94 წლის იყო მაშინ ნაომარი და უსინათლო კაცი იყო საკმაოდ ბევრი ჭრილობა ჰქონდა მიღებული ომში და მოგეთ უსინათლო კაცი იყო და ამ კაცმა მეც უნდა ვისროლო 94 წლის პაპა ეხა მაგას რო იტყვის რომ თოფიმას როლით ახალწესო რა ნამუსით უნდა უთხრა უარი ხო მაგრამ გარეთ გაყვანა ამ სიბნელეში და სიცივეში მოვერიდეთ მოკლედ და ჩვენც უკვე კარგათა ვართ დასვამე და შვილმა გადაწყვიტა რომ მიმართულებას თოფს ის მისცემს იმიტომ რომ ზემოთ ჭერს არ გაარტყას კაიონს გაუსწორა მოკლედ ეს თოფი ისროლა პაპამ ყაყოფილი დავრუნდა გავაგრძელეთ ქეიფი გათენდა დილა გამოვიხედეთ და წინ იდგა ლევის ხე რომელზეც ქათმები იბუდებდნენ და 1-20 კაი ჩასუქებული დედალი ჩაყუდებული თორში გაყიდული კაი მაგარი გამოყოლილი ალღო აი მაგარი ნადირობა გამოუვიდა ეგრე თუ ხოცა გერმანელები ამაზე მაგის მოგებული ყოფილა ომი მოგესეთ ჩემი მეგობარი ესეთი ძალიან ძნელად წარმოსადგენ ხაშლამა სავიზიტო ბარათია კახეთში რა თქმა უნდა და ნუ აი რა ვიცი უამრავნაირი გამოთქმა არსებობს და ეპითეტი ხაშლამაზე მაგრამ თუ იცოდი შე რომ ხაშლამა შეიძლება ნარჩენი იყოს ნარჩენი კაცო ნარჩენი რას ამბობ უფრო აჯდება ათხოვდი ბიზნესის ათხოვდი რო იყოს ეგეთი რამე რა აი ეგეთი ბიზნესი ქონდა ერთ ჩემ მას რა ქვიან კახელ მეგობარს ბიზნესი იყო ეგეთი სამედიცინო ბიზნესი იყო შუათაშორის ლაბორატორიებისთვის ამზადებდნენ ბულიონით მზადდება ფინჯანში ბაქტერიების დასათეს რომელსაც ნუ პეტრის ფინჯანი ქვია იმას რაზეც ითესებოდა და იმ დროს ხდებოდა ეგრე მოკლედ მაშინ ეგეთი იყო ერევა აგარ-აგარი და ჟელატინი და ბულიონით კეთდება მოკლედ რა ანუ ბიზნესისთვის საჭირო იყო ბულიონისთვის საჭირო იყო ხორცი შესაბამისად იხარშებოდა ხაშლამა, მაგრამ ბიზნეს ჭირდებოდა ბულიონი და ხაშლამა იყო ნარჩენი. ყველა თანამშრომელს ჰქონდა დავალებული ყოველდღე თითო 20 ლიტრიანი მიქონდა. იმიტომ რომ დღის ბოლო როგორ დამთავრდებოდა ჩემზე უკეთესად შემოგეხსენება. ევროცენტრი გემახსოვრება, ერთ-ერთი პირველი სუპერმარკეტი ვაკეში იყო ევროცენტრი ესეთი საკმაოდ პოპულარული. მოგეთ ძალიან კარგი ჩვენი საერთო მეგობარი ნიკა მახვილაძე ასტამა. სადღაცა საკეიფოთ ვიყავით, მოვდივარ და ჩემთან დარჩიო და მოკლედ მივდივარ ტყიფშიძეზე და მოდი მეთქი ბარემ ბორჯომი ვიყიდოთ მეთქი რა. გადავედი, შევდივარ ამ ევროცენტრში და სალაროსთან პატარა სკამი იყო და სკამთან ზის გოგონა უნიფორმა აცვია. გამარჯობათ, ბორჯომი სად არის მეთქი. იმასწავლა სადაც იყო და სანამ ბორჯომამდე მივედით, მანამდე მოგეხსენება ნასვამი ადამიანის ამბავი, უამრავი რამე ვიყიდეთ და იმდენი რამე ვიყიდ და ბორჯომი დაგვავიწყდა. ეს ყველაფერი ავიღეთ, გადმოვედი ჭავჭავაძე, გადმოვჭერთ ისე და ბიჭო ბორჯომი მეთქი და კაი ყავი შემე გადავირბენ უცებ მეთქი რა და ბორჯომს ვიყიდი მეთქი და გადავდივარ და ზუსტად იგივე პოზაში მხვდება ეს გოგონა. გამარჯობათ, ბორჯომი სად არის მეთქი და მიყურებს გაშტერებული ეს გოგონა. ხანდახან ისეთი გზნობა არა გაქვს რომ რაღაც მეორდება მეთქი. და კინაღა ფერი დაკარგა და გეხუმრე. დეჟავი მოუწე. ერთი ისტორია კიდე ჩემი ბავშვობის მეგობარი დათო ჯოლბორდი, არაჩვეულებრივი ქირურგი, ახლა ამერიკაშია მოვიკითხავ, თბილისში ცხოვრობდა რესპუბლიკური საავადმყოფოს უკან კანდელაკის ქუჩაზე და იზდროა ხალხი რომნელი იყო რა მოკლედ და ეზოში გარაჟია აშენა. და აცალეს აშენება ამ გარაჟს, თქო რომ ააშენა გარაჟი, კარი ხო უნდა გაუკეთოს არა და აი იმ კარში ზუსტად შუაში არის ნაძვი. ამოსული და აცალეს და მერე მივიდა ინსპექტორი და მერე ეუბნება, არ შეიძლებაო ამ ხის მოჭრაო. ნუ ეხა მიდის ლაპარაკი იმაზე რომ რაღაცა ჩაუდოს ჯიბეში და ამითი დამთავრდეს ეს ამბავი. არ ჭრიო ამ ხესო კაცო. საიდან მოიტანეო რო ჭრიო. აბა მანქანა როგორ უნდა შეიყვანო კაცო. რა მანქანა კაცო მოტოციკლებს ყიდულობ შენო გიჟ ხო არა ხარ ის მანქანა რა მანქანაო. ღამე მიადგა მთელი სამეზობლო მოხერხეს ეს ხე მოვასუფთავეს მიასუფთავეს იქ რაღაცები და მეორე დღეს რომ მოვიდა აქ ვარფერი ხი არ იდგაო. საერთოდ დაემოწმა მთელი корпуსი. აქ ხი არ იდგა. აბა ყველა ხალხი თავი დაანება თავი. და სხვა შორის იგივე დათომ სვანეთში 10-15 სვანი ის და მინდორში ქონდა სუფრა გაშლილი და ძალიან თვრალი მიდიოდა დათო ესე და მიესალმა ამა და ამისა ვეღარ გაერყვა და გადაიარა სუფრაზე. ხა ჯერ ქართულ კაცის სუფრაზე რო გადაული, ხა რა არის და მით უმეტეს სვანეთში სვანების სუფრაზე რო გადაიული და ისეთი სვალებით ახედეს ამ სვანებს თვითონაც არ ელოდნენ აშკარად და ცოტა დაგვიანებული რეაქცია ქონდა. ეს მიხვდა რომ რაღაცა ისე ვერ გააკეთა რომ არასწორად მოიქცა და ბოდიშის ნიშნად უკან გადმოიარა. ძლივ გამოასწრო იქიდან.
ზურა დიდი მადლობა შემოძმო ყოველთვის ხალისი შემოგაგ ხოლმე ჩვენს გადაცემაში და ახლა რადგან მედიკოსი მოგიწვიეთ ჩემო ბატონო სტუდიაში სამედიცინო თემით გავაგრძელოთ რომელაც არაპირდაპირ მნიშვნელობით არამედ სახელოვნებო ნიშნით და მაცაცო კოტედიშვილი მინდა მოვიპატიჟო რომელიც ერთ ლამაზ ქართულ სიმღერას შეგისრულებს ლავსი ჯაბუგის ნადარული იმ ლამაზ დღებს ულოცა არც ჯერი მქონდა არც აბური მე მღერებოდა როცა ბევრჯერ სიცივის წინაშე ნირი შემცოლია შემგრათალს მაგრამ ხარსა თუ წვიმაში ხმას უწყვილებდი მერცხალს ახლა დავდივარ უალოდ ოდა სავსე აპური ცხარო ჩამოდის უბადალო მაგრამ ვერ ვიგალავა წყურვის რა იქანა ის ხამა ხალასი ის უდარადელი გოგო არამინა დატიბა ადალასი მე მაღერებოდეს ობო გოლავსი ჯაბუგის ნადარული ლამაზ დღებს ულოცა არც ჯერი მქონდა არც აბური მე მაღერებოდა როცა არა იქანა ის ხამა ხალასი ის უდარადელი გოგო არამინა დატიბა ადალასი მე მაღერებოდეს ოღონდ aramin da tiba adalasi me magherebodes ogo უღრმესი მადლობა ქალბატონ მაცაცო კოტედიშვილს. შენი შემდეგი სტუმრები არიან ბატონები რეზო ნაჭყებია და მალხაზ თავართხილაძე. ბატონ რეზო, ბატონო მალხაზ, მადლობა მობრძანებისთვის. ბატონი მალხაზი მოგეხსენებათ ლეგენდარული ცისფერი ტრიოს წევრი გახლდათ და მას აი უდიდესი დამსახურება აქვს ქართული სასიმღერო ხელოვნების წინაშე. ბატონ რეზო, თქვენ როგორც დრამატურგი, მწერალი, ასევე გიცნობთ საზოგადოება და ამ ბოლო დროს ძალიან შეიყვარა თქვენი სიმღერა განსაკუთრებით პროექტ მიმღერეს შემდგომ. თქვენ ქუთაისიდან ბრძანდებით. ქუთაისი ეს ხალხი უდიდესი ისტორია და ასე განსაკუთრებული სამყაროდა. რას გვეტყვით ქუთაისს? ქუთაისი ჩემთვის ყველაფერია. მენატრება სულ. იქ რო არ, იქ ადგილზე. მაშინას მენატრება. ერთ ამბავს მოყვებით თუ. ბატონო, სიამოვნებით. ვალიკო იყო ერთი მიზანდარი. გაგეგონებათ ახლა ის ცნობილი მოქანდაკე, ცნობილი მონადირე მეთევზე და თხრობელი გადასარევი. ბატონ რეზო გაბრიაძის ვისი სახელი და გვარი აქვს გამოყენებული შემდგომ. არის ასოცირება. და ომიანობის დრო და ვალიკო მორიგია ქალაქში. წითელი ლენტია გამაზე შემოხევრდა ქალაქში ძაღლი რა თუნდა არ ვიცი. რას ყარაულობდა სიჩუმეს ყარაულობს. ქალაქში სიჩუმეს ყარაულობს კაცო ვალიკო დადის. თურმე სხვა აზრები აქვს ახლა ამას. ეს ძაღლი ჩემი პირველი სკოლა დავამთავრე და პირველი სკოლის წინ იყო კინო, ასეთი კინო იყო კომუნა ერქვა, კომუნა. და იქ სალაროა იქა და ის სალაროში ქალის სახე ჩანს. თურმე შეთვალერებული ყავს ეს ვალიკოს. ეს ქალი ესმის? და ერთ საღამოს მივიდა ხა 11 საათის მერე არ შეიძლება ხამის 11 საათის მერე. შუქები არ უნდა იყოს ალტებული და ვინმე სიჩუმე არ დაარღვია, ისედაც მკვდარია ქალაქი ხმას არიღებს. და ვალიკო მივიდა ერთხელ ამ ქალთან მივიდა და ბოლო სეანსი 9 საათზე იყო ხამე. 3-4 კაცი თუ დაესწრებოდა, მეტი არ ესწრებოდა. იმიტომ რომ მე ვეღარ ასწრებდნენ სახში მისვლას და
ვალიკო მუთხრა ამ ქარს. შენც მარტო ხარ, მარგალიტა და მეც სახელი ცოდნია. მეცო. და წამოდი, მაგრამ სახში აქვე ცხოვრობ მეო. ასე მოიყვანა ვალიკო მე 13 წელი მე მგონია თუ არ ვცდები. ერთგეს სოლს უზახის. შეხედე ეზოში რა ხდებაო, ეზოში რა ამბავია ნახეობა. რა იყო რა ხდებაო და რა ხდებაო და ჩემი შვილები და შენი შვილებიო, ჩვენ შვილებს უტყამენო. საოცარი კაცი იყო. ბაღს, ჩვენ ბაღს, ბულვარს რო ეძახი, ჩვენ მალხას შემოეჩვია კაცო ერთი ტიპი ვიღაცა. მოვა, გაზეთს დაიჭერს, გახრიტავს გაზეთს და ასე უყურებს ცხოვრებას იქიდან. მე ვთქვარი, კაცო, სოსოს მეკითხები, სოს ყარაბას ისნობდი ხო? კი, როგორ არა? ქუთაისის კოლორის ნამდვილს. ხო და. მე ვთქვარი, იოსებ. მე ვთქვარი, ვინ არის ეს კაცი მეთქი, ეს შემოსულა აქ და როგორ იშვიტინებს იქიდან ცხოვრებაზე. როგორ გითხრაო, მითხრა. რომ მოკდებაო. ქელეხი 40 წლისთავი ერთად უნდა გადავუხადო, რომ აღარასოდეს აღარ ახსენო მერეო. ბატონო, თქვენ არა მარტო ხელოვნებასთან, სპორტთან გაქვთ ძალიან მჭიდრო კავშირი და მეტიც, კაცო, ქუთაისის ტორპედოში თამაშობდით ერთი პერიოდი, მაშინ როდესაც უმაღლეს ლიგაში იყო ქუთაისის ტორპედო. ახლა როგორ იყო? ეს ხელოვანი ადამიანი მოხვდით ფეხბურთში თუ პირიქით ფეხბურთიდან გადაინაცვლეთ ხელოვნებისგან? ეს უფრო მიყვარდა. რაღაც დღეს ვაკეთე. ცოტა ხანს ვითამაში მე. ერთი რამე დამიტოვა ფეხბურთმა რა. სხვა მეგობრობა იცის, ამან რაღაცნაირი მეგობრობა რა ეს და ერთი მეგობარი ყავს ქუთაისში ახლა ჩვენი კაპიტანი იყო. კუსა წვერავა. ახლა თუ გიყურებს ის მინდა აქედან მივესალმო. და მიყვარდა, ყოველთვის მიყვარდა ის და დღესაც მიყვარდა 80-ის ახლა და მიულოს რომ მინდა. მიულოსო და მივესალმოთ. ჩვენი გადაცემიდან. ბატონო მალხას, თქვენთან მინდა გადმოვიდე ერთი შეკითხვით. თქვენ ცნობილი არქიტექტურის ბრძანდებით, სიმღერით კიდევ უფრო ცნობილი პირველ რიგში ცისფერი ტრიოდან გამომდინარე, მაგრამ მე როგორც ვიცი, იყო ერთი შემთხვევა, როდესაც თან გიცნეს და თან ვერ და. ეს ამბავი მინდა მოვუყვეთ ჩვენი ჯოს მაყურებელს. თან არის დაკავშირებული. კი ბატონო. ესეც იმ ძველი პერიოდის ისტორიაა, მაშინ როცა პოლიციას მილიცია ერქვა და ავტოინსპექცია. კი ბატონო. ყოველთვის ხშირად თუ გვაჩერებდნენ ხოლმე, ხო და ერთხელ ესე მანქანით მოძრაობის დროს დამაჩერა ინსპექტორმა. გამომართვა მართვის მოწყობა, შემომხედა, დასვამი ხარ, ვეკადრებათ და როთხარ დასვამი. მეტყობოდა რომ არ ვიყავი ასაკურენად თანასვამი, დამიჯერა და გულის მანქანას გარშემო იხედება მართვის მოწყობაში, მიყურებს მალხას, თავადკილაძე შემომხედავს. გადმოატრიალებს ამას, კიდე დამაკვირდება. მეცნობი ამ კაცს აშკარად რა. მაგრამ თან არ კადრულობს რომ კითხოს ვინ ახარ და საიდან მეცნობი რაღაც თვითონ ცდილობს რომ რაღაცნაირად საიდან მიცნობს ის გაიხსენოს და მოკლედ მომიახლოვდა და შემხედა. მალხას თავადკილაძე, მალხას 4 გია რა. ო, თან ბოლო ბაქთან ის იყო მალხას და 4 გია. რაღაცა გიტარასა და სიმღერასა რო იყო დაკავშირებული, ახსოვდა. როგორ მიცანი იქნება? გაეხარდა იმასაც რომ მიცნო და მოკლედ ასე გავშიდო და ბატონო მალხას, ბატონო ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ქუთაისი ვახსენეთ ჩვენ და მოვეფერეთ ამ დიდებულ ქალაქს და ერთი რამ მინდა გთხოვოთ რომ მოდი ერთი ქუთაისური ჰანგით დავასრულოთ დღევანდელი თქვენი სტუმრობა ჩვენ შოუში. კი ბატონო.
და ხამება თვალისო და ხამება აჩდილი გავარ წარსულის და ლანდი მომავალისა ვის შერჩენია მე შემრჩენს გადახთა სოფლის ვალისა ვის შერჩენია მე შემრჩენს გადახთა სოფლის ვალისა მასალე სულის ამოსვლა და ხამხამება თვალისა მასალე სულის ამოსვლა და ხამხამება თვალისა უღრმესი მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმრებს დღესამით გემშვიდობებით ძვირფასო მეგობრებო და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე